გამარჯობა, თქვენ კვლავ იმყოფებით კორასთან ერთად. ამჯერად ვისაუბრებთ ერთი საინტერესო მოწყობილობის შესახებ, რომელიც განკუთვნილია საყოფაცხოვრებო მანქანებისთვის. ძირითადად ამ დაფას ვიყენებთ დეკორატიული ან სწორი გვირისტებით წრიულად კერვის დროს. მიიღება ძალიან ეფექტური დიზაინი, რომელსაც მრავალმხრივი გამოყენება შეიძლება ჰქონდეს. ხელსაწყოს მოყვება ორი ზომის ფირფიტა და ფიქსატორი რადიუსის დასარეგულირებლად. ჩვენ გაგვაჩნია დამხმარე თათების და მოწყობილობების საკმაოდ დიდი არჩევანი, სხვა ოპერაციების გასამარტივებლად და ხარისხის გასაუმჯობესებლად. ამ თათებით სარგებლობის წესები შედის ჩვენი ჭრაკერვის სრული კურსის პროგრამაში. დაფაზე არის მოძრავი რეგულატორი, რომელიც არეგულირებს მანძილს ნემსიდან ქსოვილის ცენტრამდე და რადიუსი დამოკიდებულია ჩვენს სურვილზე. ნიმუშისთვის გამოვიყენე მცირე ზომის ქსოვილი, რათა გაჩვენოთ წრიული კერვის პრინციპი. მანქანის ნემსი და თათი არის AM წრის ცენტრში. ახლა ვნახოთ, როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი პრაქტიკაში. მე უკვე შევასრულე ორი წრე. კერავ ჩანთას, ეგრეთ წოდებულ შოპერს. დავასრულე მესამე წრე. ფიქსატორი გადავანაცვლე ჩემი სურვილის მიხედვით. დავარეგულირე დაშორება ცენტრიდან და ვაგრძელებ ახალი წრის შესრულებას კვლავ განსხვავებული გვირისტით. შუალედები წრეებს შორის დამოკიდებულია თქვენ სურვილზე. ამ შემთხვევაში მე მაქვს ერთნაირი შუალედები, თუმცა შეგიძლია აიღოთ განსხვავებული, მაგალითად კლებადი ან პირიქით ზარდი. ასევე გვირისტებით შეგიძლიათ შეარჩიოთ მხოლოდ ერთი სახეობა ან სხვადასხვა. ჩემ შემთხვევაში ყველა წრე არის განსხვავებული გვირისტი. მე ვუახლოვდები მეხუთე წრეს. მანქანა იძლევა საშუალებას დავამატო კიდევ მინიმუმ 3 წრე, თუმცა მე 5 წრით შემოვიფარგლები ამჯერად. შუაგული შეგიძლიათ გააფორმოთ თქვენი სურვილის მიხედვით. მე მხოლოდ წერტილოვანი ჩამაგრებით დავასრულე. ჩემი ჩანთა შოპერის ერთი გვერდი მზადაა. ასე გამოიყურება ჩანთა მზა სახით. მოხერხებული, პრაქტიკული და ამასთანავე წყალგამოწლე. ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.